Hi. დილამშვიდობის მეგობრებო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს არ იწვიმებს, იმიტომ რომ დღეს ახლა რომ გავიქცევი სამსახურში, უნდა გამოვიქცე, მარიკო გავიყვან და გავიქცე ფრჩხილების მოსაწესრიგებლად. ერთმა ძალიან კარგმა გოგონამ დამპატიჟა და უკვე რამდენი ხანია მეუბნებოდა და როგორც იქნა მოახერხე რომ წავიდე და სახლში ალბათ დავბრუნდებით საღამოს 8-სკენ. ისიც თუ დავბრუნდით 8-სკენ, კარგი იქნება. ასე რომ წავედით ბედნიერი დღე. ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და გავიქცეთ სამსახურში. ჩასუნთქოთ ჭირდება. ამოსუნთქოთ ჭირდება და გაკაშებაც ჭირდება. დროებით. წავიდეთ. ჩავკიდოთ კარი. თორე მამა ჩემიო, აი მე გაგიჟდება ხიარო თავი. დაველოდოთ თეოს ჩემი ბიძაშვილის ცოლს და წავიდეთ. აი ამ სახლიდან წითელი კარი როა თუ ამგვარი იქით გაყოლება სულ არის ჩემი ბიძების ახლა. ერთი ძმის, ორი ძმის და მამაჩემის და სამი ძმის. ამიტომ აი ესე ვარ მილაგებულები. საბედნიეროდ. ახლოს ვარ და ძალიან მომწონს ეგ ამბავი, იმიტომ რომ ჩემი დღეს ძალიან საინტერესო დღე გქონდა ბაღში პიცის ცხობის. აღონდა ამ შემთხვევაში ჩვენთან ესე ხდება ხოლმე რომ პერიოდულად მოდიან მშობლები. თავისი პროფესიის მიხედვით ზოგი მაგალითად პიცაზე მუშაობს, ზოგი ექიმია, ზოგი ну ასე შემდეგ ყველა პროფესიის ვინც არის. და იმ პროფესიის ირგვლივ ხდება მე ყველაფერი. ამ შემთხვევაში დღეს იყო პიცა. ბავშვებმა გააკეთეს, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მშობელი იყო, რომელიც ამ ყველაფერს ამიტომ მიურბიორ მეჩქარება კურირებდა. ხო და ძალიან სახალისო იყო, ძალიან გაერთნენ ბავშვები. მე რა თქმა უნდა დავაგემოვნე მარგარიტა და აი გემო იყო ისეთი, რომ ვერ გაიქცეოდი ამ გემოს. რას ნიშნავს, როცა ხელი გაწაფული აქვს ადამიანს და თავისი საქმეა. ანუ ალბათ მასაც მე ვერ გამოვაცხობდი დიდი ალბათობით. ნუ ჯერ აი ცომის დამუშავება, ცომთან როგორ მუშაობს, ანუ აი ყველაფერს თავისი ის აქვს და ციდანათი. ხახო დღეს ვამბობდი რაღაცა 7 წელი საცურავი კარტოფილი ვიყიდე და 4 ლარზე მეტი გადავიხადე, თუ დღესაც ვყვებოდი და რა უბედურება ესე გაწვირება ხალხო რა არის. ანუ ეხლა რო გადავთვალე დიდი ოჯახისთვის რა თქმა უნდა არაფერს არ ნიშნავს 7 და 8 კარტოფილი ცოტა დიდები იყო, მაგრამ და ალბათ კარტოფილი რო შეწვას დიდმა ოჯახმა ერთი 10 ლარის კარტოფილი მაინც უნდა იყიდო ყველა ვარიანტში. გუგუნებთ ეკონომიკა მიდის წინ და უყვავით თავიდან მიხებავდე. ჩავიცვი, მომემზადე, ახლა მივიდა რომ მარიკო გამოვიყვანო მაგიდან და გავიქცეთ ფრჩხილის სპეციალისტთან. მისი პატარები მელოდებიან, იმიტომ რომ დოდონას მაყურებლები არიან და მეც ერთი სული მაქვს. გავიცეთ და ძალიან მიხარია. მივიდა ადამიანთან, რომელიც არის დოდონას გულშემატკივარი და მაყურებელი, არა მხოლოდ ის, არამედ შვილებიც. ხო და წავედით. დედა ვერ გავთ. გავკეთეთ ჩავრაზე. Hi, მოგესალმებით მე და მარიკო. დილამშვიდობის ყველას მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მე უკვე მოვწესრიგდი, მარიკოს ყიყლიყოს შევუწვი და როგორც ხედავთ, ჩემთვის ყავაც დავიდგი. დავადუღე კიდეც და დავისხი და აქაც დავეთკი. სახე დავიტენიანე, დღეს არის შაბათი დღე და ყველას მოგესალმებით. გუში როგორც იცით, ვინც თვალს მატევნებთ, არ იყო ვლოგი. არ იყო რადგან დილის 7-დან გავარდნილი სახლში მოვედი ხამის 11 საათი. უკვე 15-ით. ნახევარი იყოს კაი. რაოდენიკო? იქ დავდებ წყალს. რატო დე აქ გჭირდება ყიყლიყოზე ხო უნდა მიაყოლო დე? მოდი. ყიყლიყოზე? ხო, რა უნდა მიირთვა, ხო გინდა ხოლმე წყლის მიყოლება დე?
გუშინ ახლა ჩაგირიკრიკებთ ჩემ გუშინდელს დღეს, ნუ აი დედას გეფიცებთ, ეხლა თუ შოქში არ ვიყო, რანაირად გადავიტანე გუშინდელი დღე. დილი 7 საათზე ავდექი, გავამზადე მარიკო, მერე წავედით ზოგი სამსახურში, ზოგი ბაღში, მამამ წაიყვანა და მაგ დღეს გამიმართლა. ვიმუშავე, წამოვედი. დადი, აბა ნახე რა ჭუხლე. გაგიცბებათ ხო ჩაგაცვი მე ერთი ყიყლიყო სიხარულო მიდი გამოვარდი მერე გამოვიყვანე მარიკო ბაღიდან მანამდე სახლში ამოვირბინე გამოვიცვალე გადავქანდი ეგრევე არც გავჩერდი სახლში მარიკოსთან მერე გამოვიყვანე იქ ველოდე მარშრუტკას მეთქი ვაგზავნე ხوار გაყვდა იქიდან გავყვე ნუ გამოირიცხა დააგვიანდა წამოვედი ფეხით გზაში დამეწია მაგრამ აღარ ავედი ჩავედით მეტროსთან ველოდე აი მე რამდენ ხანს ვერ გეტყვით თემქაზე მიმავალ მარშრუტკას უვადოთ ველოდე და უკვე აი გამომასხა მერე დამირეკა რომ სარაჯიშვილზე ამოდიოდა იქიდან უფრო მარტივად გამოყვებიო არაშენდას ტერიტორიაზე მარშრუტკასო მივედი და ნუ იმხელა ისე წერა ტაბლოზე რომ ფიზიკურად მათ ვერასდროს ვერ მივაღწევდი ამასობაში გახდა 5 დაიწყო 6-ის ნახევარ და მე ისევ გზაში ვარ. 3 წლისა ვარ. კი. მე ისევ გზაში ვარ. ამ დროს 3 წლისა ვარ. თითქმის 1 საათის გასული. 3-ის ხარ დედა. მე ერთი ყიყლიყო თუ შეიძლება ხდები ამდენისდე. ეხლა. გრძნობ რომ უკვე ერთი ნაბიჯი მიკლია უკვე სახში დაბრუნებას, იმიტომ რომ ანუ ვერ მივდივარ ადგილამდე რა, აი ხოდა მიხვიდე და მე ადგილამდე ვერ მივდივარ. მერე სადღაც სხვაგან გადავინაცვლე, ხო და იქაც ველოდე ძალიან დიდხანს და როგორც იქნა არაშენდას ტერიტორიაზე მიმავალი მარშრუტკა გამოჩნდა. ამას უკვე ძინავს. აკიდებული ეს ბიჭები აღარ მივარგა. დედიკო რომ საუბრობ არა. რომ საუბრობ რა უნდა ვქნა? დადი ნაჩვენე შენი. მე ვაჩვენებ, მაგრამ დედი ნახე, მე რომ საუბრობ რა უნდა ქნა ჩემო სიცოცხლე? დამაცადო, ხოდე? ორივე ერთად ხო ვერ ვისაუბრებთ საყვარელო. ვაჩვენებ, ყიყლიყო მირთვი და ვაჩვენებ. აკიდებული ბავშვი, ეს მე ხო იცით როგორ მტკივა ეს ზურგი და ისინი, უკვე სიმწრის ტირილი, ქურთუკი ხელში, ჩემი ქურთუკი, ამის ქურთუკი ჩანდა და აი უკვე გაგიჟებული ვარ. როგორც იქნა მივაღწია იქან. როგორც იქნა. ეხლა მე გამოიღვიძა ეგრევე ამან. როგორც იქნა. მივედი დოდონას მაყურებელთან სახლში უკარგეს ოჯახში აღმოჩნდი ხალხო ნუ აი მე თვითონაც რომ შოქში ვიყავი ძალიან მომერიდა იმიტომ რომ შევედი ნუ დედამთილმა ძალიან რაღაცა შემრცხვა რა არ მეგონა თუ რაღაცა მრავალრიცხოვანი ოჯახი დამხვდებოდა და ისე მას მომერიდა ძალიან კი ის მეორეც და აღმოჩნდა რომ უკარგესი გარემო დამხვდა მე ვთხარი დადე თუ შეიძლება შენია და ეს დედა ჭამერა მერე მივირთმევ მე ვთხარი წყალი ყავა და გამოყუჩებელი მომაყარე მე ვთხარი ცუდად ავარ ანუ თითქმის საათ ნახევარზე მეტი აღმოჩნდა რომ ნახალოვკიდან მოვუდი არაშენდამდე რომელიც რეალურად არ არის მაგ ხელა გზა იმდენი ხანი ვიყავი ესე ვთქვათ გზაში. დადე რა მარიამ არ მინდა თქო? არ მინდა დედა და რა გავაკეთო? შევჭამ დადე შევჭამ. მერტო. რა უნდა? ჩემი მაყურებელი, ჩემი დოდონას გამომწერი მუშაობს სახლში, იმიტომ რომ სხვაგანაც მუშაობს, სხვა სფეროშიც არის და ამიტომ სალონი არაფერში არ აწყობს. სახლში იღებს მომხმარებლებს გადასარევად. ხო და მოკლედ სულ სხვა იმით მივედი ფოტოებით და სულ სხვა შეთანხმებით მივედი და დამითანხმა რომ ის რაც იყო ის არ გაგუკეთებინა და რაც არისო ახლა ისეთი ეკრანზე რომელიც ძალიან ლამაზია და ძალიან უხდება ეკრანს და ის გეხოცებიო იმას გავაკეთებო და მეთქი კარგი გენდობი და ამ ოჯახში მისი შვილები არიან ჩემი მაყურებლები გითხარით კიდეც გუშინ და თუ არ მითქვა
თუ არ დამიდიე კადრი, არ ვიცი, გადავხედავ მე. მოკეთ ერთი ყავს 4 წლის ბიჭუნა, რომელიც არის ჩემი მაყურებელი და ერთი ცოტა დიდი გოგონა. დიდი ცოტა არა, დიდი გოგონა ყავს. ვერ ვიცნეს, იმიტომ რომ ეხა ასე რომ საუბრობ, ასეთი ვიზუალით ზოგადად დიდები ვერ მცნობენ, არა თუ პატარები. ვერ მცნობენ და მე რომ ხმით დავიწყე საუბარი, ბიჭუნა ცოტა ისე იყო რაღაცნაირად მორიდებით, მაგრამ მე გაიხსნა, ასე ვთქვა და საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ცოტა ვერ მიხვდნენ და აირივნენ ის დოდონას, ვისაც უყურებდნენ, ეს ვინ არის, ცოტა ვერ გაიგეს, მაგრამ საბოლოო ჯამში იყო ძალიან კარგი დღე. ძალიან სასიამოვნო დღე იყო, მე მარიამით გაერთო უკვე წამოსვლისას მოვიდა ხასიათზე. ხო და გაჩვენოთ მოკლედ ჩემი ფრჩხილები, რომელიც მე ძალიან მომწონს და რა ხდებოდა? არ შეჭამოდე და ეგ დაასრულე, მიდი. ხო და მოდი გაჩვენოთ ჩემი ფრჩხილები, რომელიც გავიკეთეთ გუშინ. აქ არ ვიცი ხა როგორ ჩანს, არ არის მთლად ფეთება განათება და არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ ესეა. და ასე და არის ულამაზესი გარეთ ესე რომ გავხედე დღეს ისე მომეწონა აი ესე რომ გავხედე ანუ შუქზე არის ძალიან ლამაზ დარწმუნებული ვარ რომ ეკრანსაც ძალიან მოუხდება ძალიან ხო და ძალიან მომწონს ესეთი ამბები მე გუში მოვედი ხალხო მე გამოვიარეთ მაღაზიაში პროდუქტები ვიყიდე ღამე გეუბნებით ღამე ხალხო გამომაცილა 8 9 ხდებოდა თუ არ ვცდები ხო იქიდან რომ წამოვედი უკვე რო ჩავჭექი მოკლედ ტრანსპორტში სანამ გამოვიარე ნახალუკაში რაღაცები მჭირდებოდა უოჭველი უნდა მეყიდა და სახლში შემოვედით მე ჩემი მეუღლე და ბავშვი 11-ის ნახევარზე გზაში შევხვდით ერთმანეთს მოგედათ აი გადადგურებული ვიყავი და 12-ის ნახევარზე არ ვიცი როგორ კინოს უყურებდით, მაგრამ თვალი რო გავახილე, უკვე დილა იყო 8 საათი, ანუ ჩამეძინე ჯემო გოგოებო, ისეთი გადიშული მდგომარეობაში ვიყავი და ისეთი დაღლილი კაიშუც საძიამდგარი ადამიანი ხო ხვდებით. გაუშვიდე და რა სადმი გაქვს არ გადააგდო. რატო ახოხებდე? ხო და მოკლედ ესეთი ამბები. დაახლოებით რაც ჩიპჭიკის არა, ანუ ესეთ ფერი არა, მაგრამ რა ფერებს ვერ ვარჩევ. ხო და ამასაც დავარბენინებდი და ეხლა მე რო ჩამეძინე ეს მართლა არ მახსოვს რა მდგომარეობაში დავტოვე. ვიწექით მოკლედ, მაგრამ მამამის ესაუბრებოდა და როდის ჩაეძინა რა მოხდა, როდის დაწო გონზე არა ვარ, ანუ მე რო ეგრე დამეძინება ხო ხვდებით რა დრამაში ვარ და რა დაღლილი ვარ. რა ვთქვი, შემოსიცოცხლე გაკოცეს და მოდი. არა. შევდახარა ბაჭი. ვაიმე. წადიდე ფანჯარა მიხურე ჩემო სიცოცხლე. ნახ მანიაკი ვარ ეგრევე ფანჯრებს. წადიდე. ვერ მომხურა. ხო და მოკლედ ძალიან კარგ გარემოში ვიყავი აქედანაც უღმესი მადლობა. ბარტერი არის სურვა. იმიტომ რომ არ საჭიროებს მომხმარებლებსო თან მუშაობს თან ის და ფიზიკურად ვეღარ მოვასწრებ კიდე რომ ვინმე დავიმატო ყავს თავისი მომხმარებლები მუდმივი აქედან გამომდინარე არის სურვა არც ვიდეოს გადაღება არის სურვა რაღაცა ისა ვარ დაღლილიო და რაღაც და მე სადმე გავიდეთო ყავაზეო ესაო ისა და მე გადავიღოთ და მეთქი კარგი ასე რომ რაღაცნაირად შეიძლება ხოლმე რომ აი ასე მოულოდნელად იპოვოა ადამიანი ვისაც კომფორტულად იგრძნობ თავს სრულად უცხო ადამიანი ხო მე დარეკა მის მობილურზე ქალბატონმა უსაყვარლესი ქალბატონი აი აქედან გიხდით უდიდეს მადლობას რომელიც თურმე აპირებდა ჩემს გაცნობას და ყოფილა ჩემი თაყვანისმცემელი და ძალიან აქტიური მაყურებელი და მოსვლია სტუმრები და ვეღარ მოვიდა ნუ იქვე ცხოვრობდა მაგრამ სტუმრები მოსვლია და ვეღარ მოვიდა და იმ ხელა სიყვარული გამომიხატა ვაიმე თოთონა და აი გამგიჟდი ხალხო იმ ხელა ემოცია მივიღე და იმ ხელა სიყვარული მივიღე იმ 2 საათში და აი რაღაცა ენერგიით ავივსე რომ აი ხო ხედავთ ენას არის ბაჭი ანუ იმდენად ბედნიერი ვიყავი და ვარ გამოყოლილი მაქვს აი ეს ემოცია რომ არ ვიცი ყველას ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ვინც გუშინ
ამ ხელა სიყვარული დავასაჩუქრეთ. Უყალოთ თურმე არ იკარგება ჩემი არც ვლოგები, არც დოდონა, არც YouTube-ის ვლოგები და არაფერი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. Დიდა ყავას უნდა მივიწყდა. მარიკო, შეგიძლია დეფანჯარა მიხურო, ჩემო სიცოცხლე. რატო დე? კარგი დედი, რო შეგცივა საყვარელო. შენ დაუყურა მე. მე დედა გეხოც. კიდე რა რუღა ბაყიდე. დედა რა გემოაკ? წყალწყალა, ყავა დავაგე. აი იმედები რომ იცრუდება, გიჟდები. აი ყავის იმედებს გაცრუება, არის ჩემი დრამა. ვერ ვიტან, მაგრამ რა გავაკეთე. ასე რომ გოგოებო, ამიტომ არიდო მოკლედ რო აგიხსნათ გუშინ ვლოგი, იმიტომ რომ ნუ ფიზიკურად რა ის ვლოგი. ხო და იქაც ვერ გადავიღე ვერაფერი, იმიტომ რომ ოჯახის წევრები იყვნენ, საუბრობდით ისეს და ფიზიკურად ახლა ხო დავიწყებდი. ესეთი ამბები. თორე მე მინდოდა ნეიტრალური ან ლურჯი თუ რაღაც ეგრე. არ გინდა რაღაც ჩაჟამულია ლურჯიო. ეკრანისთვისო ეს ბევრად მომგებიანი იქნება, ეს კაი. შემდეგში გავიკეთებ ცოტა ნეიტრალურს. აუცილებლად. თქვენ როგორ ხართ გოგოებო, ხო ხართ უჩემოთ კაცად. ჩაიერა გუინდა მაგრამ უჩემოთ. რაოდენიც გული და აბა ახლა მე მაგით არ ვთამაშობ და საწავიდო და გაფიცებ ვიღაც ადაკარგული კონდა აი მე დედას გეცევთ აი გუში მართლა მეთქე სიცოცხლის გჯერა გვაცა აი ნუ ქვეყანაზე არ ვიყავ რასავრელო და გეტყვით არა შენდასთან თუ საათ ნახევარი დამჭირდებოდა რომელიც რეალურად აქვია ვერ წარმოვიდგენდი ვერანაირად ისეთი საცობია. რეალურად ხო პრობლემა გააჩნია ვაქცინაზე რო გადაკეტილი ყველაფერი. ანუ ძალიან დიდ კრუგებს არ ტყავენ და თავისთავად დიდი დრო ჭირდება და არის საცობები. არ გამიმართლა გუში. საშინლად გადავიღალე გზამ გამაგიჟა. აი გამაგიჟა. მოთქმა უნდა მარკოს აყვან არ მინდოდა. ვიცოდი დავიღლებოდი, მაგრამ ნუ ერთადერთი რამ დამღალა იმან რომ დაეძინა და ნუ აი ჩამომაგლიჯა მხარი და საკართა ბარგი რომ მქონდა თორე არ შეუწუხები ვარ ხა ეგრე მარკო ხოც არ არის და შემოწუხები. არა გამაგლიჯა რომ დაეძინა ვიცოდი რომ დაეძინებოდა. ბატონო. საფუჭათვალები. გახილე. რა მაგარია, დიდი მადლობა. ჩემი კვების ვიდეოს მშვენიერი გამოხმაურება გქონდა, ძალიან დიდი მადლობა. მეგონა რომ გამთათხავდნენ, მაგრამ დიდი მადლობა. მომიზომო, არ შემარჭოდა ეყურზე არაფერი. არ მინდა დედი რა. ეს ხო შენია საყვარელო, შენ გაჩუქადი და დათუნას მოაზომი აბა ჩემო ლამაზო, მით. დათუნა დიდია და. მოგეთ ხანდახან ეგეთი ვლოგებიც დაიდება. ხო, ხანდახან. დათუნას პატარა ყურები. აი რღვევის დღეები რომ იქნება ხოლმე დაახლოებით. მივირთვათ ყიყლიყო, რომელზეც ვიგიჟდები, ისე მეყვარს. ჩემი შვილი ერთი ყიყლიყოთი ქეიფობს ხალხო. ძალიან მეყვარს ყიყლიყო, აი ძალიან. გამოვიარე გუშინ, გადაღებას ვაპირებდი რა ვიყიდე, რა მივიყიდე, რაღაცა ფასაკლებები იყო ისინი, მაგრამ ვერ გადავიღე, ისე გვიან მოვედი ფიზიკურად. საში მაგის გადაღების თავი აღარ მქონდა და რა თქმა უნდა ყველაფერი შევალაგებულია უკვე მაცივარში და რაღაც. ეხლა ვარ გამოვალაგებ.
მე ავედი მამაჩემთან რაღაცა უნდა მეკითხა. რაში არ დამხვდა, სად არის გულზე არა ვარ, გასულა სადაც. ესე ჩამეძინა გოგოებო. ერთი ის მოვასწარი, რომ დოდონას ბლოგზე ვიდეო დავდე და მე უკვე დამთავრებული იყო ამბავი არც მახსოვს რა მოხდა. არა ყავა მოვადუღეთ და მე დაკობა. არა კიდევ ვლიოთ ყავა, მაგრამ რავი ეგრევე რომ გავითიშე რაღაცა ვერ გავიგე რა დავლი. არა არაყი შვილი. არაყი მაკალია. მე ადამიანს რომელსაც ძალიან უყვარდა ლუდი, ძალიან უყვარდა არაყი. ღვინო მეტნაკლებად. გრამს ვეღარ ვსვამ. აი გრამს. დედა, ესენ მოუხდება ეს პატარები და გულას. კიდე, საერთოდ ვეღარ ვსვამ გოგოებო. დედი, რამე მართლაც ვიტყვი. გადაგდე ნაგვის კურტკაში. ნაგვის კურტკაში. აბა იქ ნახედე. ნაგვის კურტკაში გადა. ეს დამემართა ორსულობიდან, მე რო ვიმშობიარე და კოვიდი დამემართა. აი იქიდან იმ მონაკვეთში საერთოდ დალების სურვილის დაქვეითება დაპეწყო ისე რომ სუნზე ადრე უფრო ბევრად ცუდად ხდებოდი, ახლა კიდე არ ამიშავს, მაგრამ ვერ ვიტან ანუ სუნს. რა დამემართა, რა შეიცვალა ჩემში ხარ, რომ ვაბობ ხოლმე, ვინმე ვის არ უმშობიარია, მე ხალხო ვეღარ ვიტან მის მერე და მომკალით ახლა. ვერ გავიგე. აჰა. ვერ ვიტან და. ახლა როგორ ხდება? დადოს ძალიან ხდება და პლუს კოვიდმა. ხო და დამიქვეითა და რაღაც ალბათ მე რა ვიცი. ფაქტია რომ ვერ ვიტან. ერთ ჭიქასაც ვერ ვსვამ. ეხლა გონიათ რომ ერთი ჭიქა დავვლე და ვერ ცუდად გავხდებ, შეება დავეცე. აი სადაც წავდი, ვაიმე გვაცა შე რა დაგმართნია და ეხლა ყველა მიცდა რომ მე მიყვარდა დალევა. ხო. ლუდისაც რაღაცა თევსთან იქ და ნუ მოკლედ რა და რა თქმა უნდა ბევრისთვის შოკი იყო ეს ჩემი აბსოლუტურ აკრძალვა ხო და მე იყო ხოლმე ტექსტები ვინ არ გათხოვილა რომ აღარ სვა შვილო ვერა მოხსენი ყივა და შენ მოხსენი ხო და რავი რა დამემართა მეც არ ვიცი და თუ იცით რა დამემართა ძალიან თქო დამიწეროთ საოცრად მიყვარს სახლში ყოფნა. ვაიმე ხვალ სავარაუდოდ არ ვიცი. დიდი ალბათობით ისევ არაშენდეს ტერიტორიაზე მივდივარ და მიშველეთ. უბრალოდ ხვალ სავარაუდოდ თუ წავედი, დილით წავალ, ამიტომ მომიტანე და თუჩა, ამიტომ ეგეც საცობი არ მგონია იყოს. მოდი. მომი აქეთ მარიამ, ხო კაი მომეცი რა მნიშვნელობა აქვს. მომეცი სად შეარჭე ხა ეს რა არის? აფუჭებ დაც? აღარ შეაჭო ეს შენია, შენ გაჩუქეს და ეს საყურეები. ეს დათუჩა რომელიც სხვათა შორის უკვე გამოჩნდა სოციალურ და საქართველოშიც იყიდება. ოდნავ სხვანაირია ის. ეს ბევრად ჯობია. ამას კიდე სხვა ფუნქციები აქვს. მოდი ვაჩვენო. რაო დათუ აცემინებს დათუ რაო ქასიცხია ხო აჩუ მე იძინებს ხოლმე დათუ ვერ გააღვიძო ძინავსდე ვაი წაიყვანე და მე ვგიჟდები დეჩემაჩუქა და აი ვგიჟდები ისე მიყვარს უბრალოდ დეჩემა გამოგზავნა მე მამაჩემი ინახავდა იმიტომ რომ ამაზე ეშინოდა ამისი პატარა რო იყო ძალიან ეშინოდა ხოლმე და მე ოდნავ რომ მოიზარდა მარიამა მოიკითხა ის დათვის სად არისო ანუ საერთოდ რო არ უნახავს მე მოიკითხა ესე დათვის სად არისო და
მამაჩემ აჩვენა და ჩამოვიყვანეთ და უკვე ისე ვართ რომ ანუ დათვს რომ მე ვერ ხედავ მე თვითონ სუდათ ავ მეთქი სად არის ჩემი დათვი ანუ ოჯახია ჩვეულებრივი რა კაი დედიკო ესე მალმალე ნურთავ საყვარელო და წაიყვანე შენი დათვი იქით დედიკო ხო და ძალიან აი შემიძლია თქვა რომ ჩემი შვილისათვის შეუცვლელი სათამაშო ახლა მილიონი თოჯინა აქვს აი მართლა გარდირობების გამოვტენეთ იმდენი ეს არც ერთი არ უყვარს ხო და ოღონდ რა აქვს იცის ხოლმე მოკითხები მან არის მის ჩემი ხმა ჩემო ლამაზო ნერვიო მოკითხები იცის ხოლმე აი ის თოჯინა და გაგახსენებს რომელი უნდა და ვაი შენი ბედი გაჩუქებული გქონდეს მოკლას რატო საყარელი ჩემ ბაბჭინავს და მერე ატილებს აი დედიკო face control ჩემი ნაცი რო იყო ჩამოსული ხო ვერაფერი გადავიღე მაგას არ იყო გადაღების სიტუაცია ხო და აი მე ესე მომნატრები აი მე არ ვიცი ვის გიყვართ ესე დეიდაშვილები მაგრამ მე გიშდები რა გავაკეთო კაცო მარიკო კაცო ეს იყო და მთელი ცხოვრება სისხლს მიშრობდაო და ისე მიყვარდაო რომ აი არ ვიცი ეხლა ამიშვილზე ვაფრენო საერთოდ ხო ეგრეა ვის ძალიან გიყვარს მე იმ შვილიც ეგრე ძალიან გიყვარს რა და მე რომ დეიდებთან ვარ ძირითადად ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი დეიდებთან ვიყავი ხოლმე თვეობით ეს არტადეგები რო იყო და რაღაცა და მათი გაზრდილი ვარ ფაქტობრივად ამამა შემეძლია ვთქვა და აი იმდენი ზრუნვა მახსოვს და იმდენი ნუ აი არ ვიცი ნათის დედა ხო საერთოდ დეიდა ჩემი გადამკვდარი ჩემზე და ჩვენზე აი გადამკვდარი და რა თქმა უნდა ნათიაც არ იყო მაშინ ძალიან პატარა ანუ ჩემი ასაკის უფრო დიდი იყო და ხა გასვლა უნდა გარეთ სტუდენტობა ისეს და თურმე მე სულ მინდოდა რომ ნათიასთან ერთად ყოფილიყავი და რომ დავიწყებდი ტილს რომ ნათია მინდა მე დედამისი გადადგებოდა თურმე ამაზე ნათია ბავშვი ტილის მოდი მოხედე და ამკიდებდნენ თურმე მივხავდი ყველგან იმიტომ ნათიას გარშე არ ჩერდებოდი და სულ იძახეს გამიშრო ამას სისხლი ის ახალგაზრდობა გამიწარავ ჩემთან ერთადო ყველგან უნივერსიტეტი პაემანი იყო დასაფლავება ყველგან ამასთან ერთად დავდიო და ღილივით დამყავდაო და ნუ აი ხო ხდებით რა ურთიერთობებია და რა დონემდე გიყვარს მე ის ადამიანი და აი გიშდები უგონოდ მიყვარს და აი არ ვიცი სუფიქრობ ხოლმე რომ რამხელა სიყვარული გვაქვს რამხელა არიან კიდე კაცო სხვა ბიძაშვილები მარტო ნათიას კი არ მაქვს საუბარი მაგრამ ხა თქვენ ნათიას უფრო იცნობთ ესე მიხსენებია მიჩვენებია კადრებში და რაღაც ასევე სხვა ჩემი დეიდაშვილები ძალიან კაი ურთიერთობები გვაქვს და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და შენია რა მე სულ ვიძახი ხოლმე რომ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება გქონდეს ურთიერთობები ისეთი რომ დეიდაშვილია ბიძაშვილია აი ვერ ვხვდები ვინმე მამიხსენით როგორ შეგიძლიათ თქვენი უახლოესი ადამიანები თქვენთვის იყვნენ აი უბრალოდ ბიოლოგიური დეიდაშვილი თუ ვიღაც რა და არ იყო შენთვის არაფერი აი ვერ ვხვდები იმიტომ რომ ჩვენს ურთიერთობებს რო ვუყურებ ვერ ვხვდები რანაირად შეგეგეთ ცივი ურთიერთობები იყოს მაგრამ ნახე რეალურად ეს ყველაფერი მოდის იქიდან რომ დედები მამები როგორ ურთიერთობებში არიან მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეხლა თუ დედა ისეთი ყავს და ის მეორე ადამიანიც რო ერთმანეთთან ომი აქვს და თავისად ეგ სიყვარული ვერ იქნება ვერანაირად, მაგრამ აი დედა ჩემს აქვს გადამკვდარი ურთიერთობები საკუთარ დედმამიშვილებთან. აი არავის ქვეყანაზე არ აპატიებს და ზედმეც არ ათქმევინებს საკუთარ დედმამიშვილებზე, თუნდაც იმ მომენტში იცოდეს რომ იყო დამნაშავე. სხვასთან კბილებით დაიცავს აუცილებლად. ეს იმას არნიშნავს, რომ ვერ გაანალიზოს, რომ რაღაცა შის ადამიანი დამნაშავეა, მაგრამ მოხდებით რას ვიძახი რა, ჩემია და წერტილი. აი მეც კი, ჩემი ოჯახის წევრსაც კი ნებისმიერ ვარიანტში ეგრევე ეგეთია. და მგონია რომ ძალიან სწორი
იცის რომ რაღაცაში შეიძლება იყოს დამნაშავე, ამას იტყვის კიდეც, მაგრამ იმასაც გეტყვის რომ ჩემია და მორჩა, ამაზე საუბარი დასრულდა. ამიტომ დედმამიშვილობა ძალიან სერიოზული ამბავია და მე არ ვიცი, ჩემი დედმამიშვილი რა დონემდე მიყვარს, ვერც ხვდები, ხანდახან ვერ ვაანალიზებ, რა დონემდე შეიძლება გიყვარდეს დედმამიშვილი. გიჟდები. ახალი კი არ არის ყოველას გერ გიყვართ ალბათ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც არათ უყვარს. გლეჯენ ერთმანეთს ხალხო, წილებზე, ოთახებზე, ჭურჭელზე, რაღაცაზე. მე რა მაქვს ჭურჭელზე რაღაც. არ შეიძლება დეწართმე. ოთახების გამო გადამტერებული დედმამიშვილი არ გინახავთ. ინახავს, გამიგია, დაუწერიათ, რა ვიცი. ის კი არა, ოთახების დასახლების გამო ხალხი ხოცავს ერთმანეთს. რაც ჩემთვის აი აბსოლუტური ჩინურია. ვერ ვხვდები როგორ შეიძლება. მაგრამ ფაქტია ხდება. ვერც მაგვაშოროს გქონდა. ისევ იქ იყო სადაც არის, უარ მინდა ეგეთი. არც ოთახი, არც რავი, არაფერი. ჩემს დედმამიშვილზე მნიშვნელოვანი, ჩემს დედმამიშვილზე ძვირფასი ვერც ერთი სახლი და კედელი ვერ იქნება. და ზუსტად ვიცი რომ მისთვისაც ეგრეა. ასე რომ გაუფრთხილდეთ დედმამიშვილებს, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ გადაბრუნდები კვდები, ანუ არაფერი გრჩება ქვეყანაზე, არაფერი. იმაზე გამახსენდა ახლა, არ ვიცი გითხარით თუ არა, სიმართლე გითხრათ არ მახსოვს. უკარგესი ადამიანი დაკარგა ჩვენ უბანზე მომუშავე ადამიანმა, რომელიც მარშრუტკაზე მუშაობდა, ჩემს შვილს უბანანებს რომ ჩუქნიდა ხოლმე და სადაც თხოვდი იქ აჩერებდა და რას ქვია ბავშვიანე და დასვით, ანუ უკარგესი მთელი უბანი ტირის, ანუ როგორ შეიძლება იყო ადამიანი სრულიად უცხო მარშრუტკის ხაზზე მომუშავე, რომ ყველა ტიროდეს შენს სიკუნძეს ხალხო, ეს რამხელა რამეს ნიშნავს და რამხელა ადამიანი უნდა იყო, რომ ასე მოგტიროდეს ყველა, ისეთ სუდად ვიყავი და ვარ, ჩემ მეუღლემ რომ მითხრა გარდაიცვალა, ისეთ სუდად გავხდი. ფილტრებზე ქონია პრობლემა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ცეროზის ბოლო სტადია ქონდა და იმ დროს გამოუშვიეთ კლინიკიდან, რომ ეს არის ბოლო და ამის რამე ყეშველა ფაქტობრივად ძალიან დაგვიანებულიო და იმ დღესვე გარდაცვლილა და მთელი გული და სული ჩამწყდა იმ მარშრუტკაში შესვლა ასვლა იმ დღეს აღარ მინდო და ისეც ეხლაც მაჟრიალებს ასე ნაცნობზე გული დამწყვეტო და დიდი ხანია ალბათ მსგავსი რამ არ განმეცდია. სრულად უცხო რეალურად ხო ხო ესე რა ურთიერთობა უნდა მქონდა მე და უბნის ადამიანებს ხო უბრალოდ მარშრუტკაში ავდიოდით, ვესალმებოდით ერთმანეთს. უკარგესი ასეთი კადრის პოვნა ალბათ არის რა ვიცი სანთლით უნდა ეწებო რო იპო. ძალიან დამწყდა გული. ძალიან თუმცა შეიძლება დღეს გიცინოდეს ადამიანი და მე ვეღარასდროს ნახო. სამწუხაროდ. გემშვიდობებით თქვენი დოდონა ხვალამდე. ხალხო ხაი. ვაიმე საკაბელო ტელევიზია ხო? არ ვიცი, ჭაღარები გამიჩინა ხალხო, მე ეგეთი რამე არ გამიგია. სიმშედა თუ ზოგათი ქარია დამთავრებულია წუთი სოფელი. ვეღარაფერს ვეღარ უყურებ, ტელეფონებში უყურებ. მზიარი ურევს, გამოვიძახებთ მოვლენ. აბა შიდაქსელების ბრალია, აბა დავხსნით. პრავდებს ახალს მოვიდათ კიდე ურევს. უკვე იმ დღეს რომ ვაფშე ავიზეზე, მაგრად ავიზეზე. მოიტანეს ახალი ყველაფერი, შეაერთეს რომ აბა მაგისი ბრალიას მე ხო გეუბნებით, დააყენეს ახალი და ურევს. რა მოჩდა?
გარეთ აქსელებია დაზიანებული ვაიმე. ახლა მეორე პრობლემა. ახლა ვერ გადმოჭიმავენ ახლა რამდენიმე ოჯახისათვის. ჩვენ ვართ სულთა გიჟები. ვიხდით ფუს არა გვაქვს ტელევიზია. ეგეთი რამე არ გამიგია. ფუს ვიხდი ტელევიზია არა მაქვს. გაზის ფუს ვიხდი, არ ვიცი. რაღაცნაირი ფერი ამოდის საშინელი სუნი აქვს. 2 საათი უნდა ყავა ატუყოს. დენის ფუს ვიხდი, როცა უნდა ქრება, როცა უნდა მიდის. იტენეც ვიხდი. არ ვიცი ხალხო რა. ფოტოს დადებაზე 23 წელი მომემატა და ახალ აიტვირთა. არ ვიცი, ჩვენ ვართ უდა გიჟები. ვიხდი, არ არის არაფერი. მალადეც. ეს რაღაც არა ვარ ვიზუალურად, კარგად არ გამოვიყურები, ბოდიში რა ხალხო, აზეზილი ვარ. ესეც მაგ. ყავა. სახში დავლე, მეზობლებთან დამილევია. ჩემია.